ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტი შალვა ესერთია დააკავეს ინფორმაციას ამის შესახებ საპროტესტო აქციების მონაწილეები ავრცელებენ მათი თქმით ესერთია ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში იყო დაბარებული ადმინისტრაციული კოდექსის სამართალდარღვევის ოქმის ჩასაბარებლად და მოულოდნელად დააკავეს მათი თქმით აქტივისტი უკვე გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში და მისი მონახულება ვერც ომბუდსმენის წარმომადგენელმა და ვერც ადვოკატმა ვერ მოახერხა შალვა ესერთია ზუგდიდის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილეა ჩვენთვის არც ერთ სამართალდამცავს არ განუმარტავს ისთვის არის დაკავებული, რატომ არის დაკავებული, რატო იმყოფებოდა პოლიციის შენობაში. ერთადერთი ვიცით მხოლოდ ის, რომ დაბარებული იყო დღეს პოლიციაში 174 მუხლის დარღვევის გამო, რაც გულისხმობს მანიფესტაციის და დემონსტრაციების დროს ნიღბის ტარებას და ადგილზე მოსული უკვე დააკავეს 173 მუხლით პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. დღეები აშკარად იკვეთებოდა, რომ მასზე იყო რაღაც გარკვეული ინტერესი, მიუხედავად იმისა, რომ ყველა იცნობდა მას და იცოდა ვინ იყო ამ შემთხვევაში გუშინაც როგორც მახსოვს მას რაღაც შენიშვნა მისცეს იმის გამო რომ რაღაც შესაბამისი აბუნდირებით ასე ვთქვათ დადიოდა აღჭურვილობით დიახ დადიოდა